ესე მგონი ახალი ადგილი დავამუღამე სამზარეულოს თაროზე ხართ მიხვდებული. დღეს გვაქვს სამშაბათი 9:30 და მივდივართ ჰამბურგში. როგორც ვიდეოში გითხარით, ამ კვირაში გვაქვს ფინიასის და ბილი აილიშის კონცერტები და ორივეს ვესწრებით. ამიტომ მივდივართ დღეს ფინიასის კონცერტზე ჰამბურგში. და რასაც არ ვშვებოდი ხოლმე კონცერტებზე წასვლამდე და ძალიან ვნანობ ხა არის რომ სეტლისტებს არ ვნახულობდი და არ ვიგებდი და რა სიმღერებდა ეს არტისტი, იმიტომ რომ ვფიქრობდი რომ მეთქი მოდი არ დავისპოილერებ თავს. და მე ძალიან შეყვარდა რაღაც სიმღერა უმღერია და მე ვდგავარეს და აზერავა რა სიმღერაა. ტიკტოკებს ვარიდებ ხოლმე თავს და ვიდეოებს კონცერტებზე და იმიტომ რომ მართლა სპოილერი მგონია, მაგრამ სეტლისტი უკვე აღარ. ამიტომ ვემზადები წინასწარ და ახლა უსმენ სეტლისტს და გზაშიც მაგას მოვუსმენ რომ არაფერი უცხო არ დამხვდეს იქ. რაც შეეხება სნეკებს, რაც გითხარით წინა ვიდეოში, ჩემი აზრით ყველანაირი მგზავრობა, რომელიც არის 30 წუთზე მეტი, საჭიროებს სნეკებს. და იმის მიხედვით თუ რამხელა არის ეს მგზავრობა, შესაბამის რაოდენობა. ამ შემთხვევაში არ არის ეს დიდი მგზავრობა, საათნახევარია ემატარებლით, რომ რამე უსნექოდაც გაცლებ ადამიანი, მაგრამ მე მაინც მომწონს რომ რაღაცა თან მაქვს, იმიტომ რომ რა იცი რა ხდება. ეს რაღაც ყოველთვის არის პირველ რიგში წყალი და მხოლოდ წყალი, არანაირი კოკაკოლა, არანაირი ფანტა, არანაირი რაღაც გააჩნია თუ რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა შეიძლება თან მქონდეს აპელშორლე, რომელიც არის ვაშლის მოლიმონა თუ რაღაც. ვაშლის გაზიანი წვენი. სხვა შემთხვევაში არის მხოლოდ წყალი, იმიტომ რომ წყალი რომც დაგექცეს, რომც გარაგექცეს, არაფერი არ მოხდება, არ დაისურები და უფრო უარესად არ მოწყურდება და გაზიანი და შაქრიანი სასმელები კი ვიცით რომ უფრო გვაწყურებს. შემდეგ აუცილებლად უნდა იყოს რაღაც ნარილიანი. ამ შემთხვევაში მაქვს ესეთი კრატონაპურები და აუცილებლად უნდა იყოს რაღაც ტკბილი. და ეს ორივე რაღაცას ყოველთვის ვცდილობ რომ იყოს პროტეინით გაჯერებული. ანუ ჩვეულებრივი თქვა ჩიფსი კი არა მარილიანი, არამედ ეს არის მაგალითად whole grain მთელი მარცვლის პროტეინი. ბოჭკო აქვს, რაღაც თხილეული აქვს და ესეთი რაღაც უფრო შედარებით ჯანსაღია, უფრო დიდხანს სხვანაყრებს და ტკბილისთვის ვცდილობ ხოლმე ყოველთვის იყოს protein bar, ან რაღაცა ეგეთი პროტეინის შემცველი რა. და გუშინ ალდიში არ ქონდათ ეს პროტეინული რაღაცები და ვიყიდე ჩვეულებრივი შოკოლადი, რაც არასწორი გაწოლება იყო, იმიტომ რომ შევჭამე. ეს არის ნუგა არის და არ ვიცი, ამაზე გემრიელი ცოტა რაღაცა მიჭამია ცხოვრებაში და მართლა დიდი შეცდომა იყო ამის ყიდვა. რატომ მეგონა რომ ხვალამდე გამიძლებდა, არ ვიცი. და ამიტომ თუ ესეთ შემთხვევა მაქვს რომ ან ერთი უნდა ავირჩიო, ან მეორე ყოველთვის ვანიჭებ ერთსობას მარილიან სნექს, იმიტომ რომ ეს უფრო უარესად არ მოგვაშიებს და არ მოგვანდამებს წყალს. ეს არის ჩემი სნეკების პოლიტიკა. და თუ თქვა დიდი გზა არის, ეს ყველაფერი გაორმაგებულია სხვადასხვა ვარიაციებით. მაგალითად შეიძლება იყოს სიმინდის ვაფლი, ან ბრინჯის ვაფლი, ან ოსპის ვაფლი. ან შეიძლება ბრინჯის ვაფლი შოკოლადით და ეგეთი რაღაცები. რაღაცნაირად მაინც ვცდილობ რომ დავაბალანსო და ძალიან პარაჯანსაღიც არ იყოს. წავედით ხა ჰამბურგში. მივაგენი სასტუმროს. ჩეკინისთვის ჯერ ვადრეა 30 შეგიძლია 2-12-ია, მაგრამ ჩანთო შეგიძლია დატოვო და დავტოვე და წამოვედი და შევხვდები ახლა ჩემს მეგობრებს. ძალიან დიდი ხანია ესე ახალ ადგილას არ ყოფილვარ და თან ჰამბურგი ძალიან განსხვავებულია გერმანიის სხვა ქალაქებისგან და ძალიან საინტერესოა რაღაცა ახლის გამოცდა. So I know what's happening.
ძალიან დაღლილი ვარ. ახლა არის 11-ის ნახევარი. და ძალიანაც კი მინდოდა ადეათქომა და ქალაქში გასვლა და რაღაცა, მაგრამ შვებულებაში ვარ. შვებულებაში ხომ დამოიძინო და დაისვენო და არაფერი არ აკეთო. თან ძალიან ბევრი ადგილი მანახა გუშინ მოიკომდა. ესეთი ვაიბი შევიგრძენი ჰამბურგის საკმაოდ კარგად. ახლა რამდენი საათი გვაქვს სანემატრეები გაემგზავრება უკან ბერლინში. უკვე ვხარმზადე, ჩავიცვი, ჩავლობდი. შეგვიძლია ახლა გავიდეთ ქალაქში, ვისაუბროთ, ავადავლიოთ, ცოტა გავისეირნოთ, გავაგდოთ სახლის გზას. კონცერტს რაც შეეხება, იყო უკარგესი. ალბათ ადელის მერე ჩემი ფავორიტი კონცერტი იყო ჯერჯერობით, იმიტომ რომ ძალიან კაი აურა, ძალიან კაი ვაიბი, ძალიან კაი გარემო. ფინიასი უკარგესი, ძალიან პატარა სივრცე იყო და რომ მომენტომებინა ძალიან წინაც გავიტოდი, მაგრამ მაგისთვის ადრე უნდა მისულიყავი და დიდი ხანით გარიყავი წინ და მარტო ეგეთ რაღაცები მეზარებ, ამიტომ შორიდან მაინც ვისიამოვნე. სასწაულად არის ძალიან კაი იუმორი აქვს, ძალიან კაი ტიპია. პუბლიკაც ძალიან კაი იყო, ან მართლა ყველაფრის ტექსტი იცოდა და რაღაც მოკლედ ძალიან კაი გარემო იყო და ძალიან მიხარია რომ დასწრების შესაძლებლობა მქონდა. სასტუმროც არის უკარგესი, მაგ უდიდესი ოთახი განახებთ ხა. ეს ყველაფერი არის მხოლოდ ჩემი და ასეთი უდიდესი პანორამა. მართალია ხედი არ მაქვს და არც მზე არ შემოდის, თუმცა მაინც ყველაფერი აქ არის, აგერ არის სარკეც და ესე ძალიან დიდი აბაზანო. Super bude ქვია, დავწერე სახელს და ვუწევ რეკომენდაციას. Approved by Lashkoglu. წავიდეთ ხა. და კიდევ ცხოვრებაში ერთ ანტიმზისგან დამცავ ადამიანს შევხვდები და მე ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ, იმიტომ რომ გუშინ ეს ადგილი გამომრჩა და ეს ადგილი და წითელია და სარაცისგან დამცავი მეცვა არ. და კიდევ ვინმე რაღაცა მეტყვის ბუნებრივისგან ეს 10 ეს პენიონი grow up. ვინმე თუ ხართ დღემდე ისეთი შემორჩენილი, ვისაც ჩემი აუგსბურგის დღიურების ვიდეოები გაქვთ ნახე. იქიდან გემახსოვრება ჩემი და გერმანული შადრევნების კონფლიქტი და ჯახი. ან ეს არის ამათი peak შადრევანი experience. რატო? მეგონი ახალი ხრიკი აღმოჩნდა მოგზაურობისთვის. ძალიან პრაქტიკულია, როცა სამუშაო დღეს, მაგალითად ახლა 4 შაბათია, გამოდიხართ ქალაქში ლანჩის დროს. თან კარგი ამინდია და ყველა გარეთ არის და სავსეა ქალაქი finance bro-ებით და marketing girl-ებით და ეს აკეთიკით დაკაკუნებენ ქუსლებით და სალათის კონტეინერებს შუაჯანჯღარებენ და მაგით ძალიან კარგად იგრძნობა აქაური ხალხის ვაიბი და სტილის შეგრძნება, იმიტომ რომ უმეტესად ყველას ძალიან კარგად აცვია. და შაბათ-კვირას უმეტესად ტურისტებით იქნებოდა სავსე აქაურობა და ეს ყოველდღიურ ხალხს ნაკლებად ვნახავთ. ამიტომ ჰამბურგი ჰამბურგელებს შემოგარგებო. ჰამბურგელებს. We're back. Did you miss us? Because we sure did miss you. თუ როგორც არის. როგორც ხედავთ, ახალი სათვალე მაქვს. ის ფაქტი, რომ წინა სათვალე გამიტყდა მივიღეთ სამყაროსგან ნიშნად და ის ფაქტი, რომ ჰამბურგის მთავარ სადგურზე მიმავალ და ვინახე იქვე მდებარე სათვალეების მაღაზია, რომელშიც 22%-იანი ფასწრება მქონდა. მეთქი that's it. და შევედი და გამოვედი რეიბანებით. ხო, ახლა მივდივართ ჰანოვერში. მართლა გითხრათ, ნული ინტერესი მაქვს ჰანოვერის ნახვის და ისეთ დროს მივდივარ, რომ ეგრევე სასტუმროში ჩეკაუთი გავიარო, წავიხემსო, წავიდე კონცერტზე. დავიძინო და მეორე დილას ეგრევე წამოვიდე და ყველა საინტერესო იქნება ის, რომ დღეს აღამოს ნახულობთ ბილი აილიშს. ფოტოშორის არასდროს არ მომდუმებია ბილი აილიშის კონცერტზე წასვლა, იმიტომ რომ ძალიან პატარა ფანები ყავდა ხოლმე და კონცერტების ვიდეოები იყო ყოველთვის მასე წევილი და არაფერი არ ისმოდა ხოლმე. ახლა გაიზარდნენ ეს ფანები და ბევრად უფრო ადეკვატური ჩანს სიტუაცია კონცერტის დროს. და ვნახოთ რა იქნება. Very fancy ოთახია. Very nice. Also very nice. ხედით ვერ დაიკვეხნის. და აქვე არის კენიგლაც, მაგრამ მგონი ფანჯარას დავხურა. არაფერი არ ისმის.
რა თქმა უნდა, ამ სასტუმროს სახელი არ მახსოვს, იმიტომ რომ დავჯავშნე შარშან Premier Inn. ბატონო, ფულწარ რეკომენდაციას. და თურმე დავინჯავშნია 2 ცალ-ცალკე საწოლი. და თვითონ მკითხა, რომ ეგ განსწრაფვით იყო და მეთქი არ მაინტერესებს. და არა გადაგიცვლიო ორ კაციანშიო. Okay, why not? ახლა გვაქვს 3 საათი. და მინდა რომ ვიდეოს მონტაჟი დავასრულო დავდერთ ხვალისთვის. 8-ზე იწყება კონცერტი, ესე 7-ისკენ რომ მივიდე, ნორმალური უნდა იყოს და მისასვლად მინდა 1 საათი. 6-ზე შემიძლია რომ გავიდე. Კათენდა მეორე დილა, ახლა გვაქვს 8 საათი და 47 წუთი და ჩავლობდი უკვე და ემზადები ჩეკაუთისთვის. კონცერტი იყო სასწაული. ალბათ საუკეთესო, სადაც ყოფილ ვარ და კი ადელზე უკეთესიც, იმიტომ რომ ადელი სხვა კატეგორია და ეს შოუ იყო ჩვეულებრივად და სასწაული ვიზუალებით და სასწაული რაღაც შუქებით და აკუსტიკით და არ ვიცი და ბილი არის ულამაზესი და მღერის სასწაულად. ყველაფერი იყო ლაივში, აბსოლუტურად ყველაფერი იყო ლაივი და ისეთი სასწაული ხმა აქვს და ისეთი კონტროლი თავის ხმაზე და ისეთები დაატრიალა, რომ არ ვიცი. გავგეჟდი გადავირიე, თან გაიყო. ამით დამთავრდა. წავედ ახლა სახში. ლიფტში ის მომღერალი კრავს ახლა ვის კონცერტზეც მივდივარ შემდეგი ჩენჩტოდე. The irony of the life.